აუდიტის სამსახურში პარტიებისათვის შეწირულ თანხებთან დაკავშირებით 40 პირია დააბარებული. აუდიტის სამსახურის ინტერესია მათ მიერ განხორციელებული შეწირული თანხების კანონიერების დადგენა. რაოდენობის ჯარიმა დაეკისრა და რომელი პარტიების შემოწირულების მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა. გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის კალბატონ ნინო, მოგესალმებით. პირველ რიგში რა დარღვევებზია საუბარი და რაოდენობის ჯარიმა დღეისათვის უკვე დაკისრებული პარტიების შემოწირულებისათვის? ძირითადად ორი ტიპის დარღვევა, სამი ტიპის დარღვევები გვხვდება. პირველ რიგში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვამოწმებთ თითოეული შემოწირველი პირის შემოსავლებს იმისათვის, რომ დადგინდეს, რომ ეს თანხა ნამდვილად მისი კუთვნილებაა და ის არ განხორციელდა სხვა პირის სასარგებლოდ. 1000-ზე მეტი პირის შესწავლა განხორციელდა ამ მიმართულებით, დაიკითხა 100-ზე მეტი პირი და 40 პირი გამოკითხვა ახლა მიმდინარეობს. ძირითადად დარღვევები მდგომარეობს, ანუ პირველი თქვათ სახე დარღვევების იმაში, რომ არის ალკეული შემთხვევები, როდესაც არ დასტურდება, რომ პირს ნამდვილად გააჩნდა ის შემოსავალი, რაც მან შესწირა პოლიტიკურ პარტიას და აქედან გამომდინარე ეს იყო უკანონო შემოწირულობა, ისი ორმაგი ოდენობის ჯარიმაც დაერიცხა აღნიშნულ პირს და პოლიტიკურ პარტიას. მეორე ტიპის დარღვევა არის, როდესაც გარკვეული პოლიტიკური პარტიები ძირითადად ეს ეხება უფრო ახლად შექმნილ პოლიტიკურ პარტიებს აგვიანებენ ან არ წარმოადგენენ იმ ფინანსურ ინფორმაციებს შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, რაც სავალდებულოა კანონით, რომ აუდიტის სამსახურში წარმოადგენენ და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიყენებთ სანქციებს. და მესამე დარღვევა, რაზეც ასევე ჩვენ გვევალება რეაგირება, ეს არის შემთხვევები, რაც შეიცავს სავარაუდოდ პოლიტიკური მოსყიდვის ნიშნებს. ამაზეც აუდიტის სამსახურს აქვს რეაგირება, სწავლობს ესეთ შემთხვევებს და შესაბამისი ტიპის სანქციებს გამოსცემს და უგზავნის სასამართლოს. კალბატონიო, თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს სამი საქმე, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნა. რომელი პარტიების შემომწირულებზე საუბარი, თუ შეგვიძლია უკვე ვთქვათ ეს დღეს? ეს საქმეები ეხება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებს. ჩვენი კომპეტენცია მოიცავს მხოლოდ 100 ლარამდე უკანონო თქვათ ფულადის სახსრების თუ სხვა ტიპის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის ფაქტების შესწავლას, ხოლო თუ კი ამომრჩევლის მოსყიდვის ანუ თანხები, რაც ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გაიცა აღემატება 100 ლარს, ეს უკვე არის საგამოძიებო უწყებების პრეროგატივა და როდესაც ჩვენთან ამ ტიპის ინფორმაცია შემოდის, ის გადაეგზავნება ხოლმე პროკურატურას. ძირითადად ეს ინფორმაცია, ესეთი ტიპის ინფორმაცია იყო, როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ იგივე ლევან ვარშალომიძის თქვათ შემთხვევა შესაძლებელია გახსოვთ, როდესაც ადგილი ჰქონდა სახლის მშენებლობის დაპირებას. ეს ინფორმაცია გადავეცით პროკურატურას, რომ მათ შეესწავლათ ადგილი ჰქონდა თუ არა დანაშაულის ნიშნებს. ასევე ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც იგივე ირაკლი ოქრუაშვილის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია ამ საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ უფასოდ არიგებდა საკვებს გორში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ძირითადად აი ამ ტიპის ინფორმაციების გადაცემა ხდება პროკურატურისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს საგამოძიებო ფუნქციები, ხშირად ისეთი ინფორმაცია შემოდის ჩვენთან, რომელთა გამოკვლევაც ჩვენ კომპეტენციაში არ შედის, იმიტომ რომ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მოითხოვს და შეზღუდულები ვართ. ბუნებრივია ჩვენი მანდატი არ გულისხმობს დაკითხვას, რაღაც ფარულ მიყურადებას, თვალთვალს თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, სრულყოფილად არის შემთხვევები, როდესაც გარემოებების სრულყოფილად შესწავლა არ შეგვიძლია. ესეთ შემთხვევების დროსაც თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ინფორმაციას უგზავნით საგამოძიებო. კალბატონიო, 29 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს საარჩევნო პერიოდში პარტიებმა, აქედან 1016 შემოწირული ფიზიკური პირი და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული. ხშირ შემთხვევაში პრობლემები ხდება ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით და ჯარიმები ეკისრებათ მათ, თუ ამ იურიდიულ პირებთან დაკავშირებით რა ხდება, არის თუ არა გამოვლენილი უკვე დარღვევები? დიახ, დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე, 29 მილიონი ლარიდან შემოწირულობა განხორციელებული აქვს იურიდიულ პირებს. ჩვენ მიერ შესწავლილია მათი შემოსავლები და შეგვიძლია თქვა, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი წესრიგში იყო, მათი შემოსავლები და ბრუნვა დასტურდებოდა. ძირითადად მაინც პრობლემები გვხდება ინდივიდუალურ შემოწირულობებთან დაკავშირებით და აი ამ ფულის წარმომავლობის დადასტურებასთან დაკავშირებით. ზოგადად იურიდიული პირის შემოწირულობა
შემოწირულობა უფრო მეტი იყო ამ არჩევნებზე განხორციელებული, გახსოვთ ალბათ რომ 2012 წელს აკრძალული იყო საერთოდ იურიდიული პირების შემოწირულობა, შემდეგი არჩევნების განმავლობაში ძალიან დაბალი იყო მაჩვენებელი, წელს 4 მილიონამდე, აქედან 3 მილიონზე მეტი მმართველი პარტიის სასარგებლოდ არის განხორციელებული შემოწირულობა. თუმცა როგორც გითხარით, პრობლემები ძირითადად ხდება ფიზიკურ პირებთან მიმართ. კი ბატონო, რა ეტაპზეა აუდიტის სამსახური ამ მოკვლევის, ანუ ძალიან ბევრი ასე თქვა ადამიანი გამოიკითხა და ბევრი ადამიანი დაბარებულია, 187,000 ლარი დაეკისრა 7 პირს სახელმწიფო ხალხისთვის და პატრიოტთა ალიანს 183,000 ლარი. ანუ ეს ჯარიმები შეიძლება ჯარიმების რაოდენობა გაიზარდოს და როდის დაასრულებთ ასე თქვა სამუშაოს. დიახ, შეიძლება გაიზარდოს 40,000 ლარით უკვე სალაში არის სასამართლო გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხალხისთვის 4 შემომწირველი პირის დაჯარიმება, დაახლოებით 180,000 ლარზე მეტი ჯარიმა შეფარდებული აქვს კიდევ რამოდენიმე პირს ამ პარტიიდან და ეს არის სასამართლო განხილვის სტადიაზე, ასე რომ საერთო ჯარიმებისა შესაძლებელია 390,000 ლარამდე გაიზარდოს, ეს პროცესები მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩვენ საქმიანობას, რა თქმა უნდა, ყველა შემოწირულობის შესწავლა დასრულებული არ არის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს საკმაოდ დროში გაწელილი პროცესია, თითეული შემომწირველის შესახებ ინფორმაციის მიღება ხშირად ჩვენ სასამართლო მეშვეობით გვიწევს, რომ გავიგოთ მათი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, ბანკმა მოგვაწოდოს შესაბამისი ამონაწერები, ამიტომ მოხდეს მათი გამოკითხვა და სხვა პირების გამოკითხვა, ამიტომ ეს არ არის ესე ვთქვათ ძალიან სწრაფი პროცესი, თუმცა ძირითადი შეჯამება მაინც ჩვენი საქმიანობის უკვე შეგვიძლია, შემოსავლები და ხარჯები ფაქტიურად ალბათ არ შეიცვლება, შესაძლებელია ძალიან მცირე კორექტირება მოხდეს, თუმცა ეს არის საბოლოო მონაცემი, დაახლოებით 29 მილიონი შემოწირულობა და 39 მილიონზე მეტი გაწეული ხარჯი ამ საარჩევნოდ. ხალბატონო, დღეს საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც, ასე ვთქვათ, ანუ გამჭირვალობას რა უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, ის ინფორმაცია, რასაც აუდიტის სამსახური მოიპოვებს, იგივე სასამართლო დადგენილებებით, ბანკების ანგარიშები და ასე შემდეგ. ეს შემდეგ საჯარო ხდება საზოგადოებისთვის? გულისხმობ პარტიების შემოწირულობას. დიახ, ფიზიკური პირების და ჯარიმების ოდენობას და ასე შემდეგ, რატომ ეკისრება ჯარიმები განმარტებით? დიახ, დღეს მოვახდინეთ ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც უფრო მეტად გაუმარტივებს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მედიის წარმომადგენელს თუ მოქალაქეებს თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მოიძიონ ინფორმაცია პარტიების შემომწირველი პირების შესახებ ძალიან მარტივი საძიებო სისტემით. 2012 წლიდან დღემდე ყველა ტიპის ინფორმაცია შესული არის, ვინ არიან შემომწირველები, რაოდენობის თანხა შესწირეს, იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შემოწირულობები და ასე შემდეგ. ყველაფერი თავმოყრილი ამ ვებგვერდზე მონიტორინგ წერტილი-G. ასევე ეს ვებგვერდი შეიცავს ინფორმაცია შემოსული საჩივრების შესახებ და მიღებული რეაგირებების შესახებ, თუმცა ამ მიმართულებითაც ვაპირებთ, რომ უფრო გამარტივებული იყოს საძიებო სისტემა საჩივრების შემთხვევაში, რომ მოქალაქეებს შეეძლოს ონლაინ რეჟიმში გამოგვიგზავნონ განცხადებები და საჩივრები და მათი ასე ვთქვათ მიმდინარეობისა და სტატუსის, განხილვის სტატუსის შესახებ ინფორმაცია იყოს ვებგვერდზე მიწოდებული, ასე რომ ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს და კიდევ უფრო გამარტივდეს ჩვენთან კომუნიკაცია ამ მიმართულებით. დიდი მადლობა, ნინო ლომჯარია, გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო ბიზნეს კონტრაქტის პირდაპირ ეთერში. მადლობა მას დროისათვის.